ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ ხვალ იდგებიან ქართველი ხალხის გვერდით და მათი თქმით 14 დეკემბერი იქნება მორიგი დღე, როდესაც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი გაილაშქრებს საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ. Რა თქმა უნდა, ისინი ამ პროცესში არ ჩაერთვებიან და ლეგიტიმაციას არ მიანიჭებენ მიხეილ ყავლევაშვილს, ამბობენ, რომ მიხეილ ყავლევაშვილი იქნება ისეთივე არალეგიტიმური პრეზიდენტი, როგორებიც არიან ქართული ოცნების სხვა ლიდერები, ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია პროტესტი და რაც მთავარია, ისინი დარწმუნებული არიან, რომ არავინ არ აღიარებს ამ არჩევნებს ისევე, როგორც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს არ აქვს აღიარება არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ არავისგან. მიშა ყაველაშვილს არასდროს არავინ ცივილიზებული სამყაროდან არ დაელაპარაკება სერიოზულად. მას შეიძლება მხოლოდ დაურეკოს მადურომ, მას შეიძლება რაღაცა მიულოცოს ისეთი ქვეყნებიდან, როგორიც არის ასე ვთქვათ რუსეთი, არ ვიცი, სხვადასხვა ისეთი ასე ვთქვათ ირანიდან შეიძლება მას კონდეს კონკრეტული მილოცები, იმიტომ რომ ვიცით კობახიძის ასე ვთქვათ პირადი კავშირები. ხალხის პასუხი აუცილებლად იქნება საღამოს, როცა ქართველი ხალხი შეიკრიბება რუსთაველს და კიდევ ერთხელ დააფიქსირებს, რომ ეს ყველაფერი არის ფიქცია და არალეგიტიმური. თქვენ ხალხთან ერთად იქნებით? ცხადია, დილას იქნება, შუადღეზე იქნება თუ საღამოს იქნება, ჩვენ ამ პროცესში მონაწილეობთ ხალხთან ერთად. საქართველოს კონსტიტუცია დარღვეულია, ჩვენ გვყავს ივანიშვილის პარლამენტი, რომელიც არ არის ლეგიტიმური. ის საარჩევნო კოლეგია, რომელმაც ყაველაშვილი უნდა აერჩიოს, არის მოღუნული, არასრულფასოვანი და არალეგიტიმური, მასში არასრულფასოვანი შემადგენლობაა და ის შემადგენლობა, რომელიც იქნება პარლამენტიდან, ეს შემადგენლობა არის არჩეული არჩევნების გაყალბების გზით. ძლიერი საქართველოს სახელით შემიძლია ვთქვა, რომ იქნებით იქ, სადაც იქნება ქართველი ხალხი. დავიცავთ იმ პოზიციას, რა პოზიციას იცავს ქართველი ხალხი. ჩვენგან უკანონო პარლამენტის მხრიდან უკანონოდ არჩეულ ივანიშვილის პრეზიდენტს არ ექნება ლეგიტიმაცია, ამაზე გაცხადება გაკეთებული გვაქვს და მეორე ასევე მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ვიქნებით იმ ხალხთან ერთად, რომელიც მათ შორის გააპროტესტებს უკანონო პარლამენტის მხრიდან არალეგიტიმური პრეზიდენტის არჩევას და ეს არის ის გეგმა, რომელიც იქნება ხვალ. მესამე სექტორში აცხადებენ, რომ ქართული ოცნება არ ღვევს საქართველოს კონსტიტუციას და საარჩევნო კოდექსის კონკრეტულ მუხლებს მათი განცხადებით ვადების დარღვევით ატარებს ივანიშვილის რეჟიმი ამ არჩევნებს და რა თქმა უნდა მესამე სექტორიც არ ცნობს ამ ეგრეთ წოდებული არჩევნების შედეგებს. ვიღაცა იღებს ასეთი ტიპის გადაწყვეტილებას, რომ აი იმ არალეგიტიმური პარლამენტის ხდომა უკვე კანონის კონკრეტული მუხლების დარღვევით მოიწვიოს. არ ელოდება საკონსტიტუციო სამართლის გადაწყვეტილებას, მაშინ როცა კანონი პირდაპირ ამბობს, რომ სავალდებულოა საკონსტიტუციო სამართლის გადაწყვეტილებისთვის გადაწყვეტილების დალოდება. პარლამენტის ხდომას ნიშნავს კონსტიტუციით განსაზღვრულ ვადაზე ადრე, იმიტომ რომ ხდომა ჩატარდა მე-9 დღეს მოგეხსენებათ. ამასობაში 10 დღე ქონდა პრეზიდენტს ხდომის მოსაწვევას. აი მე-10 დღეს რომ მოეწვია, რა უნდა ეკვნათ მაშინ? ორჯერ გახსნიდნენ ერთ პარლამენტის ხდომას. რატომღაც აი ეს განცდა და გრძნობა მაქვს, რომ ვიღაც აი ეს უხილავი ხელი, რომელიც ამ გადაწყვეტილებებს იღებს, ამ კონკრეტულ თარიღებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს იღებს, იტოვებს გასასვლელ გზას. ამითი. ანუ ქართულ სასამართლო სისტემას უტოვებს ლუფტს, რომ თუ მოუწიათ და ვარ დარწმუნებული მოუწევთ გადაწყვეტილებების შეცვლა, გქონდეთ სამართლებრივი გამოსავალი ამ სიტუაციიდან. ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის არჩევნები ხვალ დილის 9 საათზე დაიწყება საკანონმდებლო ორგანოს შენობაში. 300 კაციანმა კოლეგიამ უნდა შეარჩიოს ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი, თუმცა ამ პროცესში ჩართულები იქნებიან მხოლოდ ქართული ოცნების წევრები. ოპოზიცია მონაწილეობას არ მიიღებს ამ უკანონო პროცესში და ასევე საქართველოს პრეზიდენტსაც აქვს გაცხადებული, რომ იქიდან გამომდინარე, რომ ივანიშვილის რეჟიმს უზურპირებული აქვს ძალაუფლება, მას აქვს სრული უფლება, რომ გაიხანგრძლივოს უფლებამოსილება, შესაბამისად ის რჩება პოსტზე, იქნება სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი იქამდე, ვიდრე ქვეყანაში ახალი არჩევნები არ ჩატარდება.